მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღეს 13 დეკემბერია უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიგა გოცირიძე გაგაცნობთ. ხვალ 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტის ფიცის თანახმად მისი პრეზიდენტობის 6 წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს. მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევისთვის ლეგიტიმაცია უმრავლესობა აქვს და ამბობენ, რომ ქვეყანას ამჯერად ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება. საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი. მისი შედეგები არ აღიარა საქართველოს პრეზიდენტმა, არ აქვს აღიარებული დემოკრატიული მსოფლიოდან არც ერთი ქვეყნის ლიდერს და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი შესაბამისად იქნება არალეგიტიმური. 29 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, რის შემდეგაც მყისიერად შეწყდება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება. დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ფრთა, რომელიც ახლა გარკვეულწილად მის ერთგვარი ფრთის ქვეშ არის დაკოორდინირებული, როდესაც ნახავს, რომ მას უკვე აღარანაირი სტატუსი არ ექნება, მისთვის ის უინტერესო გახდება და ამ რადიკალებისგანაც მის და ინტერესი უკვე შენელდება. რაც შეეხება ოპოზიციის რაღაც აბსურდს და სისულელეს, რომ მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტი არის თურმე ლეგიტიმური, ხო, ჩვენ ლეგიტიმაცია მოგცა ჩვენმა მოქალაქეებმა, 1,100,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ეუთო ოდილის შუალედურ დასკვნას გაეცნონ კარგად. რაც შეეხება ხა კანდიდატს, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, მიხეილ ყაველაშვილი არის უკვე შემდგარი პოლიტიკოსი, მას ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება დაუგროვდა და იგი არის პიროვნება, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესი არის ისეთი ფასეულობები, როგორც არის ჩვენი ქვეყნის ტრადიციები, ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა, ჩვენი ეროვნული თვითყოფადობის დაცვა და გაძლიერება. ოპოზიციაში ისევ ამბობენ, რომ ქუჩის პროტესტის ალტერნატივა არ არსებობს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვითარება არ განიმუხტება, თუ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან ბოლო პერიოდში დაკავებულები. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არის აბსოლუტურ ჩიხში შესული, არალეგიტიმური და კონსტიტუციური წესრიგიდან არის გადახვევა განხორციელებული ყველა მიმართულებით, ამ დროს ეროვნული წინააღმდეგობას ქუჩის პროტესტს ალტერნატივა არ გააჩნია. სანამ მიზნებს არ მიაღწევს ეს პროტესტი, რაც არის მკაფიოდ დასახული და ყველა დემონსტრანტის მიერ თქმული, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გათავისუფლება, მანამდე ეს პროტესტი, ეს მშვიდობიანი პროტესტი არ შეჩერდება. ქვეყანაში მიმდინარე აქციებს მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობის წევრების განცხადებით მიზანი ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ძალადობრივი გზებით ქვეყნის დამხობაა, თუმცა სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ეს არც ამ ეტაპზე გამოუვა და მიზანს ვერ მიაღწევს. ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა კვლავ დღის წესრიგში რჩება, ეს ახალი არ არის და ამისთვის გამოყენებულია გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავება არის მათი მიზანი, როგორც ეს იყო უკრაინაში, როდესაც მეიდანის ორგანიზებას აკეთებდნენ. ზუსტად იგივე სცენარი მიმდინარეობს, მაგრამ ხალხის დიდმა რაოდენობამ ამას უარი უთხრა. ეს ხალხი, ვინც აქციებს ატარებს, არ ერიდება იმას, რომ მაგალითად საზოგადოებას უშლის ხელს, ნერვებს. ის რომ ამ შემთხვევაში ქუჩას გადაკეტავენ სხვადასხვა მიმართულები იტყვან. პრაქტიკულად აღიარებ, რომ ხარ უმცირესობაში, მაგრამ გინდა რომ ხელი შეუშალო უმრავლესობას. და დემოკრატია სად არის? შესაბამისად ეს აქციებით იმიტომ ხდება კლებადი, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის მათი მომხრეებიც კი, უკვე აღარ არის იმის მომხრე, რომ ესეთი გადაკეტვები მოხდეს ქუჩებში, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში. პროტესტის მე-15 ღამე რუსთაველის გამზირზე იყო მშვიდობიანი გუშინდელ აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან ევროპარლამენტარებით შეუერთდნენ. წინა რამდენიმე ღამის მსგავსად დედაქალაქის მთავარ გამზირზე სამართალდამცავებს სპეციალური ღონისძიებები არ გამოუყენებიათ. შეკრება დემონსტრანტებმა ტრადიციულად საღამოს 7 საათისთვის დაიწყეს და პროტესტი ღამის პირველი საათისთვის დასრულდა. მნიშვნელოვანია ევროპული საქართველოს ნების გამოხატვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების დარწმუნება არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ევროპის წევრ ქვეყნებშიც, რომ არ შეშინდნენ და იბრძოლონ, როგორც ახლა ქართველები იბრძვიან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწეს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, შტატების გადაწყვეტილებით სანქცია უკვე შეეხო ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ 100 მეტბერს და მათ ოჯახის წევრებს. საქართველომ გააუმჯობესა ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. ვკითხულობთ ევროსაბჭოს ორგანიზაცია მანივალის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ განიცადა პროგრესი წინა წლების ანგარიშში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში. დოკუმენტის თანახმად 2022 წელს საქართველოსთვის გაცემული 40 რეკომენდაციიდან ამჟამად შეუსაბამობაში მოდის მხოლოდ ერთი, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხება. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოს მიერ შემოტანილი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში მეტწილად ეხებოდა ადრე გამოვლენილ ხარვეზებს, რომლებიც რისკის შეფასებასთან და ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერებთან დაკავშირებულ ზომებს ეხებოდა. ვკითხულობთ ანგარიშში. ევროპის საბჭოს მანივალის ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშს ეროვნული ბანკი ეხმაურება, სადაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად არის შეფასებული. მსგავსად, კომიტეტის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველოც. სების განცხადების მიხედვით კომიტეტის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები 15 რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად, სადაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირებას. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება განაგრძობს ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. უკრაინაში ომი გრძელდება საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით რუსეთის ჩრდილოეთით დაფიქსირდა რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95 საფრენა, რომელიც შესაძლოა ფრთოსანი რაკეტებით იყოს აღჭურვილი. ხარკოვში შაჰედის ტიპის დრონით იერიში განხორციელდა 5 სართულიან საცხოვრებელ შენობაზე, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში სულ 190 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $500 მილიონი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. სახელმწიფო მდივანის თქმით, პაკეტი საბრძოლო მასალას მოიცავს. შტატებმა ასევე გამოაცხადა $440 მილიონ მეტის დახმარება უკრაინის ეკონომიკისთვის, რომელიც ტრანსპორტიორების, ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკის აღდგენას მოიცავს. არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ევროპის ქვეყნებს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ. ინფორმაციას The Wall Street ჟურნალი ავრცელებს. გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში. 20 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ანკლავის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ბანაკში ინფორმაციას ადგილობრივი მედიკოსები ავრცელებენ. მანამდე ისრაელის 2 თავდასხმის შედეგად სამხრეთ ღაზაში 13 პალესტინელი დაიღუპა. ჰამასის განცხადებით ისინი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების დამცველები იყვნენ. ისრაელის განცხადებით კი თავდასხმა ჰამასის მებრძოლებზე განხორციელდა, რომლებიც ვირთის გატაცებას ცდილობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თქმით, შესაძლებელია შედგეს შეთანხმება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ჯეკ სალივანმა ამის შესახებ იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სალივანისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა თელ-ავივში საპროტესტო აქციის ფონზე შედგა.
ჟურნალ Times-ის მიერ წლის ადამიანად ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დასახელდა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ეს აღიარება უკვე მეორედ მოიპოვა. ჟურნალმა იგივე წოდება ტრამპს 2016 წელსაც მიანიჭა. ეს არის უდიდესი პატივი. ვფიქრობ, ამჯერად უფრო მომწონს, თქვა რესპუბლიკელმა არჩეულმა პრეზიდენტმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამართულ ცერემონიაზე. სცენაზე ის მეუღლესთან მელანიასთან, ქალიშვილთან ივანკა და ტიფანი ტრამპებთან და ასევე მისი გუნდის წევრებთან ერთად ავიდა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამ მშვიდობებით კურიერი 11-ზე კი თამარ ურუშაძესთან ერთად დაბრუნდება.